ხელისუფლება ემიგრაციაში დაასრულა თავისი ცხოვრების, ესე ვთქვათ, ბევრმა ცხოვრება დაასრულა თავისი სიცოცხლე. Რამოდენიმე შეიძლება ითქვას თითოეულა დაბრუნდა საქართველოში, რომელსაც ძალიან ცუდი ბედი ეწიათ. ჩვენც ვართ ასეთი მიგრანტები, აქედან გამომდინარე ჩვენთვის ორმაგალითწინებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველა ქართველისათვის დღევანდელი დღე და 26 მაისი ზოგადად იმის გამო ჩვენ სახელმწიფოს არსებობა ჩვენი როგორც ქართული სახელმწიფო, საქართველოს როგორც სახელმწიფოს არსებობის ძალიან დიდი ისტორია გვაქვს, მაგრამ 18-21 წლების ხელისუფლება იყო პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის ცდელობა, მრავალპარტიული სახელმწიფოსი, მრავალპარტიული პარლამენტი და ჩვენ აქედან გამომდინარე მართალია არ იარსება დიდხანს, მაგრამ ჩვენ როგორც ქართველებს, როგორც ქართულ ხალხს დაგვჭირდა ოცნება ასეთი, ესე ვთქვათ, ძლიერი, გაერთიანებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების და დღემდე ჩვენ გვოცნებობთ ამაზე. ამიტომ იყო ალბათ რომ ეს პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში დაუვიწყარი და რა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა ისტორიულმა მოვლენებმა თავად საქართველოში, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში თუ ზოგადად ევროპაში და ევრაზიის კონტინენტზე ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოს ესე ვთქვათ მომავალზეც, მაგრამ ჩვენ ეს დღე 26 მაისი შევინახეთ როგორც ჩვენი ოცნების, ჩვენი ჩანაფიქრის, ჩვენი მისწრაფების, განხორციელების საფუძვლად და ჩვენ დღემდე ვცდილობ და იმედია რომ ჩვენ როგორც ქართველები მივახცევთ ამას, რა თქმა უნდა თითოეული ჩვენთაგანის მცდელობა. ეს იყო მცდელობა, ეს იყო პირველი განცხადება ქართული სახელმწიფოსი, რომ საქართველოს ხალხი პირველ მუხლად ჩაიწერა დეკლარაციაში, დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, რომ ქართული ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია და საქართველოს სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამით ჩვენ მსოფლიოს ვამჩნევთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გვაქვს ძალა, გვაქვს საფუძველი იმისა, რომ შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო. ყველას გილოცავთ 26 მაისს და ყველას გილოცავთ ასეთი საქართველო, როგორც ჩაიფიქრა ჩვენმა ესეთი პირველმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ჩვენი ჩანაფიქრისთვის და ყველას გისურვებთ ძლიერ გამთლიანებულ მტკიცე შეკრულ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას. ყველას გისურვებთ საქართველოში დაბრუნებას და მე ვფიქრობ, რომ ოდესმე ღირსეულად დაბრუნებით ღირსეულ სამშობლოში. ისეთ სამშობლოში, რომელიც ჩვენ გვეოცნებია და არ ვიცი, კიდევ ერთხელ გილოცავთ და დანარჩენს ალბათ ჩვენი მონაწილეები საკუთარ ყველა რეგიონს მონაწილეობას. მოგესალმებით შემოგვიყვება. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული 1918 წელს იღებს სათავეს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის რესპუბლიკად გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა მასზე ოკუპაცია განახორციელა. 70 წლის შემდეგ კი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა. მიუხედავად ამისა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს, სრულიად საქართველოს და საბერძნეთში მცხოვრებ თითოეულ ქართველს სულ მალე ერთიან, გაძლიერებულ, გამთლიანებულ, აღორძინებულ საქართველოში მოგელოცოს ეს დღესასწაული ერთმანეთისათვის. მანამდე კი ამ უცხოურ მხარეში ასე ერთად, ერთ მუჭად შეყრდნი, ვიზეიმოთ ყოველი დღესასწაულის
და ერთად ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის წარსულითა და მომავალს. დღეს საბერძნეთში ცხოვრები ქართველები, ქართული დიასპორა და დიასპორული ორგანიზაციები საზეიმო ზეიმით აღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი კონცერტის მხარდამჭერები და მონაწილეები გახლავთ საქართველოს საელჩო საბერძნეთში, საქართველოს საკონსულო ათენში, ქართულ ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრი არმაზი, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდი, საბერძნეთის ქართული დიასპორული გაზეთი ელადა, ქორეოგრაფიული ანსამბლი პატარა ემიგრანტები, ქართული ცეკვის შემსწავლელი სტუდია შუმერი, საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი, ქართული საბავშვო ბაგაბაღი ნინი, ქართული საბავშვო ბაგაბაღი კესარია, ქართული საბავშვო ბაგაბაღი ყვავილების ქვეყანა, ვოკალური ანსამბლი ნერგები, ათენის ვახტანგ ბექის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი კავკასია, ქართულ ბერძნულ კულტურული ორგანიზაცია, ქართული თოჯინების თეატრი ბაბილინა, არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურული დიალოგი, ქართულ ბერძნული თეატრალური კულტურული ორგანიზაცია დიონისო, მუსიკალური დუეტი ნენე, არასამთავრობო ორგანიზაცია ჯაჭვი, არასამთავრობო ორგანიზაცია ივერონი, ქართლაგეთის ნამუშევრების შემსწავლელი სტუდია, მისდომრივი საქველმოქმედო ჯგუფი ათენში ვაჩუქოთ ერთმანეთს ღირვილი, შემოქმედებითი გაერთიანება ლამარია. დღეს ჩვენს გვერდით არიან ათენში მოღვაწე პედაგოგები, ხელოვანები, შემოქმედნი, ბიზნესმენები, თითოეული ქართველი, თითოეული თქვენთაგანი. ქართულ ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრი არმაზი 2014 წელს დაარსდა. ის ქალბატონმა თეა რეფიაშვილმა დაარსა და დღემდე ხელმძღვანელობს. დღეს ცენტრი არმაზი ჩვენი ზეიმის მასპინძელია. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ცენტრში ფუნქციონირებს ხელოვნების სკოლა, ფოლკლორის სტუდია, საბავშვო ცენტრი, სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეები. საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდი 2013 წელს ქართველ ემიგრანტთა სულ მცირე ჯგუფის ერთსულოვნებით დაფუძნა. მისი ხელმძღვანელი მე გახლავართ მარინა გელოვანი. ფონდი თქვენი ურთიერთთანადგომითაა მხარდაჭერით არაერთ ქართველ ემიგრანტს ეხმარება და მომავალშიც ბევრ სასიკეთო საქმის გაკეთებას ჰპირდებათ. ქორეოგრაფიული ანსამბლი პატარა ემიგრანტები ათენში 2004 წელს დაარსდა. ის ქორეოგრაფმა ოთო ლევერაშვილმა ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე არის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელით და ქორეოგრაფით. ანსამბლის რეპეტიტორები კი გახლავთ კესარია სამყარაძე და თორნიკე გარაყანიძე. ანსამბლის მონაწილეობაში მიღებული საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების დიასპორების ფოლკლორულ ფესტივალებში, საბერძნეთის არაერთი მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებებში, არაერთხელ დაჯილდოებულა საპატიო სიგელებითა და დიპლომებით. ანსამბლს ქართული სულითა და ქართული ფოლკლორის სიყვარულით გაუზრდია მრავალი თაობა. სწორედ ამ ანსამბლის მხატვრები შემოგთავაზებენ ცეკვა ქართულს.
საქმეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ათენში არსებული გაზეთის სარედაქციო კოლექტივი მოგილოცავს. გაზეთელადას წევრთა რიცხვი ძალიან დიდია. მისი მკითხველი კი ხელი ათენის ქართველობაა. სწორედ ელადის რედაქციის ხელმძღვანელობის გამოიცა უამრავი წიგნი, ლექსების კრებული, რომელთა ავტორები ქართველი ემიგრანტები გახლავთ. გისურვებთ კიდევ მრავალი ახალი პოეტი და მწერალი მოგენათლოს ჩვენო საყვალელო ელადა. თხოვთ ქალბატონ რუსუდან ჯანელიძეს და დანაჯან აფრიკოძეს თავად მოგლოცოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. როგორი სამშობლო დღეს აქვს ჩვენ არ შემიძლია უბრალოდ ხარი და მე ჩემ
ლექსით გეტყვით ჩემს მე სამშობლოში ვეძებ სამშობლოს მომიკლეს იგი ყდარის ვერ ვნახე რადგან ჩამოწვა ჯანრი და საქართველოს დაკარგა სახე მე სამშობლოში ვეძებ სამშობლოს ტერმა ის მტრობის ბუდე და აქცია ქართველმა ქართველს დავუდო სარმა თქვია ახალა დაძაქცია სადღაა ჩვენი მამაკაცთა სისხლით მორწმული ქართული მიწა ის ვაიქართოთ არაფრად უღირთ და უგულოთ მხარეხარ მიწა საქართველოს ჯიგარი ამოაცალეს ის მოფარხალეს ჩაციხლეს გუში ქართულ მზეს ჩადრი ჩამოაფარეს პატიოსნებას ჩამოვლობს გუში საქართველო მომიწევში და უსამშობლო დავიარები თუმცა ადრეც ბევრჯერ აღჩეხ აფუძეს დღეს ხელახლა სისხლის გვარები სადღაც ვიჭებო მერაბ და ზვია ხდება სამშობლო მოკვდა ქართველი ილია გურა წამოგვეშველე ძალა არ შეძლებს რომ თქვა საქმელი ჩემს სამშობლოში ვეძებ სამშობლოს ვერ ვნახე რადგან იცვალა სახე წაშვილი ქვეყანა მტერმა გადააყენა სვანიან დამზე მინდა რომ მართლაც დამოუკიდებელი ყოფილიყავით და მართლაც გვიხაროდნენ ჩვენ ქვეყანაში წასვლა და აქ წამოსვლა აღარ მაგრამ ეხლა რომ აქ ვართ მადლობა საბერძნეთ მადლობა ქართული სამშობლო ბაგაბაღი ყვავილების ქვეყანა 2012 წელს ქართველმა პედაგოგმა და ლოგოპედ დეფექტოლოგმა ქალბატონმა ფატი ცინცაძემ დააფუძნეს. აქ პატარა ქართველებს ნამდვილად ყვავილის ლამაზი სამყარო აქვს შექმნილი. აქვე ფუნქციონირებს ქართული სკოლამდელი და სასკოლო სასწავლო სააღდგერო ცენტრი, სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეები, ცეკვის სტუდია ქალბატონ თამო სამხარეთის ხელმძღვანელობით. ბაგაბაღის აღსარდელები ქართული ცეკვით მიუთავენ დღევანდელ დღესასწაულს.
გამოუცდა და სახელწოდება მისი ერთადერთი ქალიშვილის ნინის საპატივცემულოდ უბრუნდა. ბაგაბაღში პატარა ქართველებს მშობლიურ ენას, ქართულ წესჩვეულებებს და ტრადიციებს ასწავლიან. არაერთი თაობა გაზრდილა ამ ბაღში. დღეს სწორედ მისი აღზრდილებით და აღსაზრდელებით უკვე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბაგაბაღის ბაზაზე არსებულ დახარჯულებულ ჯგუფში მოსწავლობენ, მოგილოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კესარია ათენში 2009 წლიდან არსებობს. მისი ხელმძღვანელი კი ქალბატონი მაია სამხარაძე დაუშვებელი ენერგიითა და მონდომებით დიდ პატარა აღსარდელებს. ქართულ გარემოში, ქართული ლექსის, ქართული სიმღერის, ქართული ცეკვის, ქართული ანვანის სიყვარულით. დღეს ჩვენთან არიან ბაგაბაღის პატარა ქართველები და ისინი მოგილოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
დამფუძნებელი გახმავთ ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი, მსოფლიო ფესტივალების ლავაზის ლაურეატი ქალბატონი ვიოლეტა მუშიანიძე. დღეს თქვენ წინაშე წარდგებიან სტუდიის ახალი წევრები, რომელთა დებიუტი ამ დარბაზში შედგება. წარმატება ვუსურვოთ დამწყებ მოცეკვავეებს.
სახელოვანმა ქალბატონმა თაკო სამხარაძე. სტუდიაში ქართულ თეატრსა და ხელოვნებას ეზიარებიან მატარებელი. მათი მუსიკის პედაგოგი ოლიგა პეიჩიშვილი გახდა. გულას სტუდიის დასაბლები ბერძნული სიმღერას პროფესორები. Koreografიული ცეკვის ანსამბლი პატარა ემიგრანტები. ცეკვა
კარენ არმაზის ხელოვნების სკოლის ამზადის ჯუნა ხარაიშვილის, პედაგოგი ლია ხარაიშვილი.
ათენში. ქალბატონი ქეთევანი დღეს შეასრულებს ჩვენი საყვარელი ქართველი იმიგრანტის რუსუდან ჯანელიძის ტექსტზე დაწერილ სიმღერას მენაკრები.
ქუთაისის ლადო-ფეშანის სახელობის თეატრის სამყარო მსახიობი სპარტაკ ბენიძე ყოველთვის იმ სცენაზე დგას, საიდანაც ქართული სიტყვა გაისმის. დღესაც მისი ომახიანი ხმითა და უბადლო არტისტობით მოგვინოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. იქ რიონზე სანაოს ონდის ხიდი ხანაო გაბრიელი გამხარეს და ჯადოს მერწამს ვიღაც შუბლზე ხარს ყოცლიდა და თესვარეთ ხუნს მისდევდა თურმე ქრისტე ღმერთი იყო მე მეგონა ბუთმისდევდა ვიღაც ქალი ბრძოლას ხებდა და ბას უმაგრებდა ჭრილოს მე მეგონა გლეხის ქალი თურმე ღვთის მშობელი იყო იქ ერთ ბიჭთან ჭიდაობდი ხატს არ მიტეხავდა ისიც თურმე ამირანი იყო ძმა ბადრის და უსუფის ერთი გოგო მომწონა ირმის ჯოქს წველი და მთაში თუ ქალღმერთი დალი იყო ბრიხოვა რა ვიცოდი მაშინ ოლხის ქალი მყავდა ძიძა ამორცარი ენამცარი შახარის სიყვარულიც იმ ხარეში შემოსწევს დედაჩი ბარხებისთვის ღმერთს უძებდა თაფლის სამთროდ ჩიტის ლოცვას ყურს უგდებდი და იმ მადლით გავიზარდი გზაზე ბერი გადამიდგა შემომცინა ხაროდეს წადიში მოგდა რაც ნახავთ ქართულ ხმით ჩიტო ოქროს ჩიტო ბავშვობისკენ ფრინდი ონდის ხიდი მოგებული ზღადის ხიდი ბონდის ხიდი ჩემო საყვარელო აგილებო ჩემო მოჭიხილი არგიო როცა დავვერდები სიბერესთან და შენებდა შენახარ ჩემი ბავშვობის ჯერაც აუხსნელი იგავი შენთან მეტნიერ უფრო მეტი შენთან სიჯაბუკის ჭალა გაიჩეხა დარჩა მხოლოდ და ნაფოტი ბავშვობის შიშო და სიხარულო მუხის უღუროდან გამო ჭინკებმა გამწვრალი ბეწისკველი დაიჭირება გაფარსეს მისი წისკველი და ყაბალახი ცხენებს გამოაბეს ფაფარზე ნიკოლა ბოსტნიდან მომავგავლეთ ჩემი წარღუნამდელი ღვთაება გუთანს ეწევა და მიბუღრაობს დებების წარმოთქმულ ტაებად მისი გუშინდელი გუთმისდება მისი გუშინდელი მეხრევარ და ჩემი ბავშვობის ბილიკები რქებზე ბაწარით ეხლა ქანაობს პატარა სამცხენსური ნიკორასა რქებზე და თხის ყუთზე ანი ნაცნავები და აბრიალებს ხალში მოჭუმპალე ხის ყუნძებს არამიდან ჭირვეულ მატარებელი დადმო ბარბაცდება სიმღერა გზაში შემკვდებოდა გადამკოცნის სიყვარული იცის მხელა ადგილის დედავა მოგებედნიერი სიბერი ამ ხარეს წყალობას მოუაკრებ ლუცამ შვიდობას ადგილას შემიფარე გული დამიხენა სამბოლოს შენი ჭერნახული მიწმედი შენი ოდუბუება ჩემო საყვარელო ადგილებო ჩემო მოჭიხვინერიო როცა დავვერდები სიბერესთან უნდა შენები აი სამყარო
შეკრიბა და ამ კეთილი ხალხის ერთობით თიანეთში ცხოვრებ თანამემამულებს არაერთ საქველმოქმედო საქმეს უკეთებს. ჯაჭვი, როგორც მისი სახელია, ერთად შექმნილი რგოლებია, რომლებიც დაუზარენ და დაშერებენ თიანეთის სამების სახელობის ეკლესიას, რომლებიც მატერიალურად ეხმარებიან გაჭირებულ ოჯახებს და ამასთანავე ლამაზ შეხვედრებს, ღონისძიებებსა და საღამოებს მართავენ ათეში ცხოვრები ქართველებისათვის. ხოთ ქალბატონ ეკას და ქალბატონ ხათუნას მოგილოცოთ დღევანდელზე. ამსუყაროს რომანიანს ბოლო სადგაგონილა გზნობა ამხელა იქნებ იმისთვის ვიყავხარ მხოლოდ რომ საქართველოს მიესახელო მოგესალმებით ჩემო გამარჯვებო ყველას გილოცავ ჩვენი ორგანიზაციის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ძლიერ ერთიან საქართველოში დაბრუნებას ვისურვებ მინდა ვისარგებლოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრით და წინასწარ მოგილოცოთ წმინდანმა შემოგზანება საქართველოში რაღაც ინოვაციას დაგესწროთ მომა და დავასრულებ უთითისა და უნდარესის სრულიად კათოლიკოს პატრიარქის ლოცვით უთავო დიდება შენ და გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო ამინ ორგანიზაცია ივერონის დამფუძნებელი ქალბატონი ნატალია კაპანაძე უკვე 4 წელია ხელმძღვანელობს ქართულ მომლოცველთა ჯგუფს. მათ არაერთი წმინდა ადგილი მოილოცეს, ბევრი სამართლო და საქველმოქმედო ღონისძიებაც მოაწყვეს და არაერთი ხაზი და საეკლესიო ინვენტარი შესწინეს საქართველოს ეკლესია მონასტრებს და ქართველ მრევლს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოგილოცავს ივერონის წევრი ქალბატონი მარინა თედორაძე. საქართველოს დაუსურვებთ გამთლიანებას, გაძლიერებას და ეცხოვარებს. ხელნაკეთი ნამუშევრების შესწავლელი სტუდია ქალბატონმა მაია სააკაძემ დააარსა. მშვენიერ ხელნაკეთობებთან ერთად ისინი სტუდიის წევრები ქართველების თანადგომას და ქველმოქმედებასაც აკეთებენ. მათი ნამუშევრები არაერთ გამოფენა გაყიდვაზე გამოფენინა და კეთილი საქმისთვის გამიდიოდა. ქალბატონი მაია დღეს ჩვენი სტუმარი. გთხოვთ ქალბატონო მაია. ძალიან მოხარულია როგორც ფეძინაში გამოდიმა. თელის საღამოში თელიზეების განმავლობაში ცრებიაში შევიდა თვალზე და მთლიანად ძალიან. არასდროს არ გამოსულა აუდიტორიის წინაშე. ჩემს საკითხს უმათმაგეთ რაც გილოცავთ ამ დღეს ჯანმრთელები ყოფილიყავით რომ საქართველოს გამიჯამშრთებინოს და გაერთიანებულ საქართველოში დაბრუნებული ყავთ. კარგად შეიძლება ქალბატონ მაია გურს აღდგენა არ სჭირდება, სადაც ქართული სიტყვა არის, იქ ყოველთვის თავის სიტყვას ამბობს. ქალბატონო მაია, გთხოვთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა შევახსენო საზოგადოებას. ძალიან მინდა რომ გულის სიღრმეზე მივიტანო ადამიანებთან ჩემი საქმე. ის რაც არის რეალობა და რასაც შეყარდით, დამალულად, საკურულად გვაზე იმებე. მინდა შეგახსენოთ 26 მაისთან დაკავშირებით ლაპარაკი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან. მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი მართლმხილება. ანუ ეს ნიშნავს ეს სიტყვა იმას, რომ ესე იგი, აი ვიღაცა რომ თქვენს ამბობს, რაღაცას რომ ამბობს და ჩვენ რომ მეუბნებით, რომ აი ღმერთმა იცის და ღმერთმა დასაჯოს და ჩვენ თავი გავარკვევთ. არა. ეს არის ბიბლიიდან. დიახ, რაც აგრეთვე ქრისტიანული პრაქსისის საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური უწინარესწორისად რისხობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. უდიდესი ტრაგედია გლოვა ჩემთვის პირადად და მთელი ერისათვის. ერის გადაგვარებისა, გაუცხოვებისა ქართველობისაგან, სნეობის დაცემა, ტოტალური განხრნა ახალგაზრდობისა
ყბადაღებული ლიბერალიზმის პროპაგანდით, კეთილის, ბოროტადი წარმოჩენის მასონური სოფხედრობის ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული დამკვიდრებისათვის არის სწორედ 91-92 წლის მოვლენები, რასაც დღემდე ვერ მიეცა სათანადო შეფასება და კვლავ ქართველი ხალხის სისხლს სვამენ. ანუ რა მინდა გითხრათ, რომ ყველა ხელისუფლება, რომელიც არის დღემდე, მას შორის ხალხსნაცული არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. ანუ ყველა ხელისუფლება არის ხუნტის შემდეგი გაგრძელება. არა კანონიერი. უპირველესად რაც უნდა განიმარტოს 26 მაისთან დაკავშირებით არის ის ფაქტი, რომ მე-20 საუკუნეში ორი დამოუკიდებელი საინტერესოა ძალიან გონიერ სახეებს ვუყურებ მე. და მე მგონია მიმიხვდებიან, არ დაჭირდებათ ბევრი განმარტება. ახალგაზრდების გონიერებასაც ვუყურებ უკან. მე-20 საუკუნეში რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკა არსებობდა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა და დამფუძნებელმა კრება, ესე იგი 21 წუთი თუ მაცლი ვიტყვი ბოლომდე თუ არა და მივდივარ, კარგად ხარ. არავინ არ თქვა ის და არა. საქართველოს მთავრობა არ ლაპარაკობს ამას. აქ როგორ უნდა იყოს კვალიფიკაცია სწორი, მარინა, როცა შენ რო თქვი გასაგებია. მე უფრო სიღრმისეულად ვამბობ, ბოდიშს გიხდი, მარინა. საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. და ამ დამოუკიდებელმა სახელმწიფომ იარსება 1921 წლის 25 თებერვლამდე. იგი დაამხო ლენინური რუსეთის აგრესია, ოკუპაცია და ანექსია, რის შემდეგ საქართველოს საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. მოკლედ, 1918 წლის 26 მაისიდან 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე რას აზროვნებენ ქართველ ხალხს 26 მაისს? საქმე იმაშია, არ უნდა მივეკარო მიკროფონს, არ მიმართლებს. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც დაემხო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, ანუ რაც დაკარგა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული, კიდევ ერთი და კონკრეტულად მეორე დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოსი შეიქმნა თითქმის 70-იანი ოკუპაციის შემდეგ და ეს მოხდა 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც 1900 კვალიფიკაციას დაუკვირდით, როდესაც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ქართველმა ხალხმა და მისმა მსახურმა საქართველოს მეორე დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ჯერ დაამარცხა კომუნისტური რეჟიმი მშვიდობიანი არჩევნების გზით და შემდეგ 91 წლის 31 მარტს შექმნა ლეგიტიმური იურიდიული საფუძველი საქართველოს მეორე დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისა 1991 წლის 9 აპრილს. ანუ ესე იგი ჩვენ 9 აპრილს 1991 წლის 9 აპრილს უნდა ვზეიმობდეთ საქართველოს თავისუფლებას და ეს დღე მარტო გლოვის დღე კი არ უნდა იყოს გამოცხადებული. ქვეყანა რომ ვიყვეთ და ღირსეული ხალხი, ეს არის ზეიმის დღე. ეს არის დღე 26 მაისის საფუძველზე მოხდა თავისუფალი საქართველოს პრეზიდენტი. ისე იგი 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ანუ ჩვენ ზეიმობთ რას? შემდეგში მოგახსენებთ. მსგავსად ამ დემოკრატიულმა რესპუბლიკამ
მსგავსად იგივე წინა ესე იგი რესპუბლიკისა, რომელიც გამოცხადდა და დაემხო, იგივე დაემართა ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებულ თავისუფალი საქართველოს რესპუბლიკას. შემდეგ 1900 იარსება, სანამდე იარსება 93 წლის ოქტომბრამდე იარსება აღმოსავლეთ საქართველოში თბილისში, ხოლო შემდეგ ბოდიში 92 წლის იანვარს, 6 იანვარს დაემხო აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ თბილისში, ხოლო შემდეგ 93 წლის ოქტომბერში კი დაემხო დასავლეთ საქართველოში. თუმცა ოკუპანტებმა გააფორმეს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და ახალი ბრჭყალებში საქართველოს დაბადება. ვინ იყვნენ ესენი? ჯაბა იოსელიანი, კიტოვანი და სამხედრო საბჭო. მათი ხელმოწერით. და სამხედრო საბჭოს დეკლარაციით, რომელთა სამართალმემკვიდრეობასაც დღემდე აგრძელებს ხუნტა. დიახ. ეხლა მე თქვენ გეტყვით. სწორედ ეს არის მიზეზი, რადგანაც აი ამ ხუნტამ გამოაცხადა 26 მაისს გამოაცხადა, ესე იგი თავისებურად სამხედრო საბჭო გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ხო? აი მაგას გვაზეიმებენ დღეს და არა იმას, რაც ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა. აი ეს არის უბედურება. ეხლა რას ზეიმობს ეს ხალხი საერთოდ? მე არ ვიცი რა ზეიმობს დღევანდელი ხელისუფლება, ხიდაშეც რა უხარი არ ვიცი. სიგუა კიტოვანი 9 აპრილის მიჩქმალვა და თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისის აღიარება. თუ ჩვენ საქართველოს ესე იგი 1918 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობის აქტში, რომელსაც ასევე ჩქმალავენ წერია. დავამთავრო? მოგბედათ? დამოუკიდებლობიცით. აი ვერ გიგიქავთ ეს რა. მადლობა მარინა, დიდი მადლობა. აზრს გიგიქავთ. არა ვარ. ნამდვილად მაშინ არ გაზეიმოთ და რამდენადაც არსებობს და ფაქტი მოხდა, ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნაცნობი უნდა მოვუყოთ ის რეალური დამოუკიდებლობა. ესე იგი ვერ გაიგეთ რა მინდოდა მეთქვა. არ არის მართალი რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეიმობს ქართველი ხალხი და სახელმწიფო. ვერ შეცვლი, იმიტომ ვერ შეცვლი რომ შეცალგინდა, ეხლაც აგინდა რომ მოისმინო, ეს არის ჩემი უკანასკნელი გამოსვლა და არცად ჩემი ფერკი არასოდეს არ იქნება და დიდი ბოდიში, მაგრამ აი ეხლა დამოუკიდებლობის აქტის მესამე პუნქტში რა წერია? საერთაშორისო ომიანობაში საქართველოს მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა და ეს ნიშნავს რომ საქართველოს ამ აქტის საფუძველზე უარს აცხადებს ნატოს წევრობაზე, ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ ადგას ნატოში გაწევრიანების გზას, როგორც თავად აცხადებენ ამას, მაშინ მათ უნდა უარყონ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი. ესმით მარინა? კი? დიახ. მეოთხე მუხლში კიდევ ნათქვამია ისიც, რომ რასაც უმალავენ საქართველოს ჯარისკაცებს. ამ მუხლში დეკლარირებულია, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან 26 მაისის იმ დროს მიღებული, ჟორდანიას დროს მიღებულს ვლაპარაკობ ეხლა და არა ეხლანდელს. ურთიერთობის ყველა წევრთან, საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობა დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან, მოსაზღვრესთან. დაბალი, დიახ, აქ მკაფიოდ არის აღნიშნული
მადლობა საქართველოსთვის მის მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა და რა სხვა რამე და ეს მუხლის საერთოდ არის გამქრალი ქართული არმიის ოფიციალური გვერდიდან. მაშა სადამე რას ზეიმობს ეს ხალხი გავაგებიეთ. ესე იგი, თვითონ უარყოფენ იმას, რასაც ზეიმობენ, ხო? 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. აი ეს არის, აი ამას უმალავე ქართულ ხალხს. მეტი არაფერი. ის რაც თქვით თქვენ რომ ეს არ არის პოლემიკა, ეს არის რეალობა. ასე ღიმილიანად არ გვინდა გავიგოთ სიმართლე. მადლობა. მოდალური ანსამბლი ნერგები ჯერ კიდევ 1975 წელს დაარსა მუსიკოსმა ქალბატონმა ქეთევან ხატიაშვილმა. ნერგების შემდეგი თაობები კი 2007 წლიდან ათენში გაიზარდნენ და დღემდე იზრდებიან ქართული მუსიკისა და სიმღერის სიყვარულით. ქალბატონი ქეთევანი არაჩვეულებრივი შემსრულებელიც გახდა. ქალბატონო ქეთევან, გთხოვთ, ერთი ლამაზი სიმღერით გამვილამაზოთ დღევანდელი დღე. მოგესალმებით, მოგეფერებით, მუსიკოსი ვარ და ჩემი პროფესია რაც არის კიდევ მაგით მოვიწნევს. ყოველი დღე გავიქცევს გამარჯვების სიყვარულის ჩახულებაზე.
ხალხო ლელაუჩიაუს ვიცნობთ როგორც იურიდიულ საკითხებში მრჩეველს. ზოგიერთი მათ ქვეყნებმა შეიძლება არც კი იცის, რომ ის მრავალი ლექსის ავტორია. ხალხო ლელას ლექსზე ხალხომა ქეთევან ძაძამიამ სიმღერა დაწერა, რომელსაც ჩემი სამშობლო ჰქვია. მე მინდა ამ სიმღერით დავამთავროთ დღევანდელი საღამო და ყველას ერთად გაძლიერებულ საქართველოში მოგილოცოთ იქ დაბრუნებულებს. ნამდვილი დაბრუნებულებს. Pizza.